ზურაბ გიგუაშვილს წაყენებული აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობას. დღეს ხდომა გაიმართა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. კერძოდ უნდა გამართულიყო მომხდარიყო არსებითი განხილვა საქმის, თუმცა ვინაიდან დღეს ახალი პროკურორი იქნა წარმოდგენილი საქმეზე, მან განაცხადა და შუამდგომლობით შევიდა სასამართლოში, რომ სრულყოფილად არ იცნობს საქმის მასალებს, ასევე მას მიაჩნია, რომ შესაძლებელია შემდგომ სხდომაზე დამატებით და არსებითი მტკიცებულებები იქნეს წარმოდგენილი თავად პროკურატურის მხრიდან, რომელიც არსებითად შეცვლის სასამართლო პროცესს მთლიანად და შესაბამისად სასამართლომ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და პროცესი გადაიდო დეკემბრამდე. ზურაბ გიგუაშვილი გამომდინარე იქიდან, რომ ძებნილია და როგორც ვიცით, არ იმყოფება საქართველოში, არ იქნა წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე. თუ გადავხედავთ საქმის მასალებს, ნათელი გახდება, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით იდევნება ზურაბ გიგუაშვილი. საქმეში არის მტკიცებულებები, კერძოდ მოწმის ჩვენებები, ბრალდებულების დამატებითი დაკითხვის ოქმები, სადაც ჩნდება ზურაბ გიგუაშვილი. თუმცა სანამ ზურაბ გიგუაშვილი გამოჩნდებოდა საქმეში, პროკურატურამ დაასწრო მოვლენებს და შუამდგომლობა იქნა შეტანილი მისი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, მაშინ, როდესაც ზურაბ გიგუაშვილის შესახებ ინფორმაციას საქმის მასალები არ იცნობდა. მეორე ნაწილი ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.